მოგესალმებით. მე შეგყვიდით, რომ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებდით გარემოს დროისა და სხეულის მიღმა გასვლაზე და დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო გარემოს მიღმა გასვლაზე. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი და ამ სამი კომპონენტი, რომელიც ახლა ვახსენე ამ წუთში, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენში მოხდეს ცვლილებები, დაიწყოს ყოველ შემთხვევაში ეს ცვლილებები და დღეს ვისაუბრობთ რა ხდება, როგორ შეიძლება გარემოს მიღმა გასვლა. როგორც ვახსენე, ჩვენი ყურადღება, გავლენას ჩვენზე რა ახდენს, ხო? რაზეც არის ჩვენი ყურადღება გადატანილი. და ჩვენი ყურადღება ძირითადად ამ სამი მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე მოვლენის უბრალოდ წინაშე არის მიმართული. ეს არის გარემო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს გაგიგიათ ალბათ და ძალიან დიდი ზეგავლენაც არა მხოლოდ მნიშვნელობა, დრო და სხეული. ადამიანი ფიქრობს შესაბამისად, როგორიც არის მისი გარემო, როგორ დროშიც ცხოვრობს, დროის წარსულის დროის შესაბამისად და ასევე მნიშვნელოვანია სხეულის მდგომარეობა. და ეს ძირითადად ეს სამი კომპონენტი ქმნის ჩვენს იდენტობასაც ასევე. მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ფიქრობს ადამიანი დროის გარემოსა და სხეულის შესაბამისად, არამედ ის ცხოვრობს კიდეც მის შესაბამისად. ნახეთ, დააკვირდით, რა ხდება ჩვენს გარშემო. როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი გარემო ჩვენზე, რამხელა გავლენას ახდენს და როგორ ქმნის ჩვენს იდენტობას. მე ხა გარემოს არ გულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს, რაც ვიმყოფებით. ეს არიან ადამიანები, ვინც არის ჩვენს გარშემო, თუ არა მხოლოდ ჩვენს გარშემო, ზოგადად ვისაც უყურებთ, ვისაც ვხედავთ სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, გადაცემებში, გარემოში გულისხმება ასევე ჩვენი კონტაქტები, ვისთან გვაქვს კავშირი, ვისთან არ გვაქვს კავშირი, ასევე ჩვენი იდენტობები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წილი აქვს გარემოს ჩვენი იდენტობის შექმნაში. და მაგალითად, რა არის ეს იდენტობა, ხო, როგორ იქნება ჩვენი სოციალური როლები და აქედან გამომდინარე როგორი ვარ დედა, როგორც შვილი, როგორც ამ შემთხვევაში ემიგრანტი, როგორც რა ვიცი, ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენელი, როგორ ყალიბდება ეს ყველაფერი, ვინ ვარ, ზოგადად, ჩვენი იდენტობა როგორ ყალიბდება, ეს ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ გარემოზე, რაც ხდება ჩვენს გარშემო. სოციალური არსებები ვართ, ახლა გვინდა არ გვინდა, ეს ჩვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. მაგრამ ასევე ზეგავლენას ახდენს იმაზე, როგორც ზეგავლენას კი არა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჩვევების ჩამოყალიბებასთან. ჩვენი იდენტობა თუ ვინ ვარ, აბსოლუტურად გარემოს შექმნილია. აყალიბებს იმ ჩვენ ჩვევებს, რომელიც ჩვენ ზოგ შემთხვევაში მოგწონს, და გვადგება და აუცილებელია, ზოგ შემთხვევაში არ არის კარგი ჩვენთვის, იმიტომ რომ რაღაცებში ხელს გვიშლის. და ახლა ვიწყებთ, ხო, ცვლილებებს, ტრანსფორმაციას, ვისაც გვჭირდება ამ ჩვევების გადაჩევას, რასაც მივუჩვენთ და რაც ჩამოყალიბა ჩვენმა გარემო, რა შედეგიც მოიტანა, ეს შედეგია ჩვეულებრივად ერთგვარი შედეგია. რას უსმენ, რას უყურებ, როგორ წრეში ხარ, საათ ხარ, რა მოგწონს, რა დაინტერესებს, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რა უმნიშვნელო. ამას შეადგენს ერთგვარად ჩვენი ცხოვრება მთლიანად და ჩვენი თავი თუ გვინდა რომ შევიცნოთ ვინ ვართ, სწორედ აქ უნდა დავფიქრდეთ და ამაზე ვიტყვით. რა არის ჩვენს ინტერესებში, რა გვაღიზიანებს, რა გვაქთოვანებს, რა არ მოგწონს თუ მოგწონს და ასე შემდეგ. რა არის ძირითადად ეს გარემო, რატომ არის ესე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გარემოდან გამომდინარე არის ჩვენში ზუსტად ის პროგრამები, რომლებიც ერთგვარად არის ხან ძალიან კარგი, სასარგებლო და თანაც ზოგ შემთხვევაში არის ხელის შემშლელი და შემზღუდველიც. ჩვენთვის იქნება შემზღუდველი. ბევრ რაღაცაში არის ხოლმე ესე. ბავშვობიდან, რომელიც ჩვენში ძალიან ესე ნეირონული ქსელები, რომელმაც შეიქმნა და მე ეს ჩვევებაც ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, ეს
ჩვევის გადაჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოვახდინოთ ცვლილებები და ჩვენში დაიწყოს ეს ტრანსფორმაცია, ესე ნანატრი და ესეთი საინტერესო ვისთვისაც არის საინტერესო რა თქმა უნდა იმათ გულისხმობ, რომელზეც ჩვენ ამ შემთხვევაში ახლა ისთვის მუშაობთ და ისთვის განვიხილავ ამ წიგნს ამ თუნდაც ისთვის ვიკითხულობთ ან რაღაცა, გვინდა რომ რაღაცა შევცვალოთ ხო ჩვენს ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში დღევანდელ შეხვედრას გულისხმობ რა თქმა უნდა. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტრანსფორმაციისთვის გარემოს მიღმა გასვლა. ჩვენს ანუ მასზე მაღლა დადგომა. ამ ჩვენს სოციალურ როლებზე მაღლა დადგომა, იმ მოვლენებზე, რომლებიც ხდება ჩვენს გარემოში, ადამიანებზე თუნდაც იმ ურთიერთობებზეც, ზოგადად გარეთ მიმართული რაც არის, რაც ჩვენს გარშემოა, მასზე მაღლა უნდა დავდგეთ. და უნდა ჩავიხედოთ უფრო ღრმად ჩვენ შინაგან სამყაროში, უფრო შიგნით უნდა დავიწყოთ დაკვირვება იმისთვის, რომ უკვე მერე მოხდეს რეალურად შეფასებაც რაღაცნაირად არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ დაკვირვება და სახელის დარქმევა რა არის ეს, რომ შეგვეძლოს მერე მისი ტრანსფორმაცია. ასე რომ ეს ინფორმაცია, რაც მიგვიღია ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ახლა გარემოსთან როგორ ვურთიერთობთ, ჩვენი ხუთი გრძნობით, ხო? ყველაფერი რაც დაგვინახია თუ არ დაგვინახია, ას მოგვისმენია, რასაც შევხედი ვართ, თუნდაც სუნები, რომელიც გვამახსოვდება და ასე კარგად გვახსენებს ხოლმე ჩვენს ბავშვობასაც, თუნდაც აი დააკვირდით ეს ყველაფერი. ეს არის ტვინში შენახული, მეხსიერებაში შენახული, ეგრეთ წოდებული მეხსიერება, ხო? დაბადებიდან დღემდე ზოგი გვახსოვს, ზოგი არ გვახსოვს, მაგრამ ტვინის სინაფსურ კავშირებში კარგად არის შენახული და აქედან არის ჩამოყალიბებული ნეიროქსელებიც. ხო, ეხლა ნახეთ, რა მინდოდა მეთქვა. როგორ შეიძლება გარემოზე მაღლა დადგომა, რას ნიშნავს და რას გულისხმობს ეს, ხო? აი, გავიხსენოთ ახლა ისეთი ადამიანები, რომლებმაც რაღაცა ძალიან ღირებული შექმნეს. მაგალითად, აი, თუ გინდათ ავიღოთ ედისონი, ჟანა დარკი, კიდე ამ წიგნში მოყვანილი ყავს სხვა მაგალითები, ახლა რაც გამახსენდება, იმას ვიტყვი აუცილებლად. თუნდაც განგი, რომელმაც შეცვალა ისტორია ინდოეთში. აი, ეს ადამიანები სწორედაც რომ იდგნენ გარემოზე მაღლა. იმიტომ რომ ისინი აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც იმ საზოგადოებაში, კი არა და საერთოდ მსოფლიოში იმ დროს აბსოლუტურად ის იყო წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ ადამიანებს, ის კი არა და ჟანა დარკი სულელად და არ როგორ მომართლეს, ხო, აბსოლუტურად იძახდნენ, რომ არანორმალურია ეს ქალი და მოკლედ გინდაც ედისონს რამდენი ცდა დაჭირდა იმისთვის, რომ საბოლოოდ თავისი მიზნისთვის მიეღწია. წარმოუდგენელი იყო ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელი იყო იმ დროზე მაღლა დადგომა. მე ამაზეც ვისაუბრებ შემდეგ თავებში, შემდეგ შეხვედრებში განვიხილავთ ამას. ეხლა ამ შემთხვევაში გარემოზე მაღლა დადგომა განვიხილოთ და წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი მათში როგორ ხდებოდა. ანუ ისინი დროს უსწრებდნენ და გადიოდნენ თავიანთ გარემოზე და არა მარტო გარემოზე, სხეულს იქითაც მიდიოდნენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი დანიშნულება არ ქონდათ მათ სხეულს, მნიშვნელოვანი არ იყო მათთვის ის სხეული, იმიტომ რომ თავი ქონდათ გაწირული, ხო? ამ ყველაფერზე. იცოდნენ, რომ შეიძლება და ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი მათთვის, მათ ფიზიკური სხეულისთვის, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს რა, ძალიან ბევრი, მაგრამ არ აქცევდნენ ამას. დიდ მნიშვნელობას და სწორედ მათ შექმნეს ისტორია. მათ შექმნეს ისეთი რამ, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ძალიან ხშირად. და აი ეს ძალიან საინტერესოა მე მგონი, ხო? ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება, როგორ შეიძლება დავიწყოთ ცვლილებები. ცვლილება არ მოხდება თუ მაგალითად ეხლა ყოველ დღე მაგალითად სახეთ რომ მოვუყავთ, აი ერთი და იგივე რუტინაში, როდესაც არის ადამიანი. ადგება დილით,
თავის დილის რუტინას ჩაიტარებს, მე ავიჯი სამსახურში არის სასწავლებლად ინსტიტუტში, იქნება თუ სახლში თუ არ ვიცი, ყველას თავისი აქვს და ერთი და იგივე მეორდება, ანუ იღვიძებ ხედავ შენს ოჯახის წევრებს, მე მიდიხარ იქ სამსახურში ერთი და იგივე ადამიანები გვხვდებიან, ყოველდღიურად თითქმის ერთი და იგივე სიმეორებს ადამიანი მოდის მერე და კიდევ იგივე მეორდება. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენი იდენტობა, რომელზეც ბევრი ვისაუბრე, ხო? რისგან როგორ იქნება ეს იდენტობა? ანუ როგორ გვეღვიძება, უკვე ვიცით ვინ ვართ. ჩვენ უყურებთ ჩვენს მეუღლეს, ან შვილს, ან დედას, არც ოჯახის წევრს და გვახსენებს ეს ხეს ავტომატურად ხდება, ეს არ არის ცნობიერი რაღაცები, რაზეც ახლა საუბრობ, მაგრამ ეს ტვინს ახსენებს წამის მიასედებში თუ მილიონედებში, რომ ჩვენ ის ვართ, ვინც ვართ და ნუ ავტომატურ რეჟიმში ვაკეთებთ ერთი და იგივეს, თითქმის. თუ გვინდა რომ შევცვალოთ და ნეირონული ქსელის ის მოხდეს გადაპროგრამება ჩვენი შინაგანი პროგრამების ქვეცნობიერში მოხდეს ცვლილებები, ამიტომ ნახეთ რას ვაკეთებთ. აი მიდიხარ სამსახურში რაღაც გარკვეული გზით, ერთი გზა გაქვს არჩეული. შეცვალე ეს გზა. დილას იწყებ ყავისმით, მოდი ყავა არ დალიო, ეხლა სხვა რაღაცა გააკეთე დილით და ისე დაიწყე. თუნდაც რომ გადმოდგავ ფეხს საწყლიდან თუ არ ხარ მიჩვეული ამას, მადლიერების შეგრძნებაში გაატარე ერთი წუთი, მე სხვა რაღაცა გააკეთე. ან მაგალითად, თუ მემარჯვენეები ვინც ვარ და ხელით ვინც მარჯვენა ხელით წერს, მოდი აბა დაჯექი, ივარჯიშე და მარცხენა ხელით დაიწყე წერა. მაგრამ ნახე რა ხდება, ეს არ არის ერთჯერადი ფაქტი, ხო? აი ცადეთ უბრალოდ თქვენ და ნახავთ აბ როგორ გამოვა. ერთხელ გამოგივათ და აკვირდებით და კი ბატონო მე სხვა გზით წავალ ახლა სამსახურში მინდა რომ ჩვენი ჩვევა ახალი ჩვევა გამოვიმუშაო და ის ძველი აღარ მჭირდება, იმიტომ რომ მე ვაპირებ ცვლილებებს, ეს არის ძალიან მარტივი სავარჯიშო. მაგრამ ნახეთ ერთხელ გამოგივიდა, მეორე დღესაც გაგახსენდა, მესამე დღეს შეიძლება საერთოდ არ გაგახსენდეს, მაგრამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ და შეგნებულად გააკეთეთ ეს, რომ დაგავიწყდეთ, მაინც გაგახსენდეთ, ეცადეთ გაიხსენოთ, ანუ დაატანეთ თავს ძალა და გააკეთეთ ამ ჩვევების ჩამოყალიბებას სჭირდება გარკვეული დრო. მინიმუმ მე ვფიქრობ, რომ თვენახევარი მაინც არის ამისთვის საჭირო, თუმცა იძახიან 21 დღე შეიძლება რაღაცა შედეგს იძლეოდეს 21 დღის განმავლობაში, თუ აკეთებ ერთ და იგივეს და აპრაქტიკებ. ხო, აი რაც შეეხება ახლა ჩვენი ფიქრები, ჩვენ ხო ძირითადად იმაზე ვაპირებთ მუშაობს, რომ ჩვენი ფიქრი უნდა შევცვალოთ, ფიქრზე მიბმული არის ემოცია, ფიქრთან დაკავშირებით ამ ფიქრის შედეგად ემოციებიც შევცვალოთ და ემოციების შედეგად, მე ამ ყველაფრის შედეგად ჩვენი ქმედებები გვინდა შევცვალოთ და ესე ხდება ტრანსფორმაცია, ხო? ახლა ნახეთ რა ხდება, აი ეს სანამ ეს უმარტივესი რაც გითხარით ახლა მაგალითად წახვიდე ამ გზით, მე იქ ყავის მაგურად თუნდაც წვენი დალიო სიტყვაზე. აი ესეთი პატარა რაღაცებით უნდა დაიწყოთ ეს ახლის რაღაცნაირად სიახლეების დანერგვა. მე უფრო დიდზე გადადიხარ და ამით გონებას აწვდი, შენს ტვინს აწვდი სიგნალებს, რომ შესაძლებელია ეს, როდესაც იცი რომ როდესაც ხედავ რომ თან გამოგივიდა ეს ყველაფერი, რატომაც არა, ხო? ანუ ნახეთ ახლა რა ხდება, კიდე რაზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება. ჩვენი ფიქრიც თვითონ, აი რაზეც ვფიქრობთ ყოველდღურად, წეგან ვახსენე რომ ჩვენ საიდან ვიცით ვინ ვართ, ანუ ჩვენ უყურებთ ჩვენი ოჯახის წევრებს და გვახსენდება ის რაღაც რომ ვინ ვარ და რატომ ვარ. აი ახლა სად ვარ თუნდაც. და ნახეთ კვანტური მოდელის მიხედვით უკვე გითხარით მე თქვენ რომ წარსული უნდა გარდაიქმნება, მინდა არ გინდა წარსული გარდაიქმნება მომავალად. ანუ აი ახლა ეს წინ რაც გვაქვს გავლილი ჩვენი გამოცდილებები წინ კიდე უკან ალბათ რა ვიცი როგორც კიდე ისე და ალბათ ჩვენი წარსული ცხოვრების გამოცდილებები და წარსული მაგალითები გვაძლევს იმას რომ დღეს რას ვაკეთებთ.
იქიდან მოვდივართ, ხო? ასეთი გამოთქვაც არსებობს ქართველებში, რომ ჩვენ ყველანი წარსულიდან მოვდივართო და ნამდვილად ესია, იქიდან მოვდივართ და სწორედ აქედან ვიცით ჩვენ ვინ ვართ. წარსული გამოცდილებებიდან არის, ხო? ჩვენი იდენტობაც შექმნილი. ძალიან თუ მაგალითად ეხლა ჩვენ გვინდა რომ ცვლილებები მოვახდინოთ და გუშინდელივით ვიფიქრეთ, როგორც გუშინ წინ იმის წინ ერთი წლის წინ თუნდაც ვფიქრობდით, მაშინ შესაბამისი ემოციებით ვიცხოვრებთ დღესაც. თუ ახლა ფიქრი და ემოცია ერთმანეთთან მოდის შესაბამისად, ხო? რასაც ვფიქრობ, ის მოდის ემოციაში და მე ის გადადის ქმედებებში და თუ ჩვენ ვფიქრობთ გუშინდელივით, დღესაც იგივე ემოცია გვექნება და ქმედებებიც იგივე იქნება. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ის წარსული გამოცდილება, რასაც გუშინ ვაკეთებდით, დღეს აღარ გავაკეთოთ. და აქედან იწყება, ის სწორედ აქედან იწყება ეს ცვლილება და აღარ შევქმნით კვანტურ ველში იგივე რეალობას მომავალშიც, ხო? ყველა წარსული აწყო და მომავალი, რასაც ვაკეთებთ ეხლა, როგორც ვფიქრობთ და რა რეალობასაც ბაშიც ვართ ეხლა, ამ ფიქრებით მომავალსაც იგივე იმას უგზავნით, სიგნალს, თუ რა ვიცი რა, იმას უგზავნით, ხო? და კვანტურ მოდელში როგორ ხდება, რასაც ვაგზავნით და შესაბამისად ის პოტენციალი, რომელიც იქ არის და რომელი რესურსიც გვჭირდება, ჩვენ თუ იმაზე არ ვიფიქრებთ, ვერ მივიღებთ. ამიტომ უნდა ვიფიქროთ წინასწარ იმაზე, რაც გვინდა, რომ შემდგომში იყოს და არა იმაზე, რაც წარსულში უკვე იყო. იმ მაგალითებით, აი იმ მოდელით ცხოვრება არ გამოდგება. თუმცა ხა მე არ ვიცახი იმას, რომ ის არაფერს არ ნიშნავს. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ მე მგონია, რომ კარგად ავხსენი. ეხლა თუ რამე ვერ გაიგეთ, შეიძლება დაწეროთ და შემეკითხოთ. ასევე მინდა პატარა ის დავაკეთო ჩართვა კი არა და ჩავხსნა ეს თემა ერთი წუთით ალბათ და გთხოვოთ, რომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი გვერდი YouTube-ზე, ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ეხლა ხო აქვს ისეთი სისტემა აქვს, რომ მე ვხედავ რამდენი არის ნახვები და საკმარისად დიდი და ბევრი ნახვებია. მე ახლა ვისაც არ მოსწონს ეს, რა თქმა უნდა, იმას ვერ მოუწოდებ, რომ დალაიქოს ჩემი ვიდეოები, ან კომენტარები გააკეთოს, მაგრამ თუ თქვენ რაიმე სარგებელს ნახულობთ ამაში და ოდნავ მაინც საინტერესოა თქვენთვის, მაშინ დიდი თხოვნა მექნება, რომ რაღაცნაირად გააქტიურდეს ეს გვერდი, ან ლაიქი დასვათ, ან კომენტარი დაწეროთ, ან რაღაცა კომენტარში იყოს მონიშნული, რომ შემდეგ მოხდეს უფრო გავრცელება ვიდეოების, ხო? ხო, აი გადავუხვიეთ თემას, მაგრამ არა უშავს, დააუბრუნდეთ ახლა იგივე რაზეც ვსაუბრობდით და მოკლედ აი ესე იქნება ჩვენი წარსულიდან ჩვენი მომავალი. და ამიტომ ვეცადოთ, რომ აი პატარა მარტივი სავარჯიშოებით, რაც ახლა მოგითხარით და რაზეც ახლა ვისაუბრე, დავიწყოთ უკვე ეს ცვლილებები, თუმცა შემდგომში კიდევ უფრო ბევრი იქნება სასაუბრო და ძალიან ბევრ რაღაცებს გაგიზიარებთ, საინტერესოს და პრაქტიკულს. ბევრი არის პრაქტიკაც აქ ამ ტექსტში. ხო. მოკლედ ხა კიდე რაზე მინდოდა მესაუბრა, მიჯაჭვულობაზე იყო იქ ასევე ნახსენები. და მიჯაჭვულობაზეც ერთი-ორი სიტყვით მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო ხშირად მეორდება ჩვენი ფიქრი, ემოცია და შესაბამისად ქმედება, ნეირონული კავშირი უფრო მეტად არის გამყარებული. რა თქმა უნდა, დროსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასაკსაც ადამიანი თუ ახლა 40 წლის არის, მას უფრო მეტად არ გამყარებული ვიდრე 17 წლის ადამიანს და ძირითადად მე მგონია, რომ თუ არ ვწდები, აქ წამოვიკითხე, რომ 12 თუ 35 წლამდე ყალიბდება ეს ნეირონული ქსელები, ყალიბდება როგორ კიდე უფრო მარტივია მანამდე ამ ყველაფრის შეცვლა და 35 წლის მოდი იყოს 35 არ მახსოვს ზუსტად 32 მერე უფრო და უფრო მყარად არის ფესვგადგმული და შედარებით რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე მე თვითონაც ჩემს ცხოვრებაში 40 წლის მერე შეიცვალა და ასე რომ მე
მკითხავთ თუ ადამიანს უნდა 40 კი არა თუნდაც 80 წლის იყოს, ყველაფერს მოახერხებს და ყველაფერს შეცვლის და რაც საჭიროა დაიტოვებს იმას, რაც არ არის საჭირო თავის ჩვევებში იქნება თუ შინაგანში, თუ გარეგანში, გარეგანი თავისთავად შიგნიდან მოდის, მე ხო შიგნით რომ მოხდება ეს ყველაფერი, გარეგანის თავისთავად ისე იცვლება. ანუ აი ეს გამყარებული ჩვევები უკვე მიჯაჭვულობას აჩენს ეს მინდოდა მეთქვა და ფაქტურად აი ესე ხდება ხოლმე, არ ვიცი ხა საგნებზე იქნება თუ ადამიანებზე ან მოვლენებზე მიჯაჭვულობა ან გარემოზე ან ყველა საცხოვრებელ სახლზე თუნდაც ან ნივთებზე არ ვიცი ყველაფერში არის ეს. და ეხლა ნახეთ რა ხდება ფიქრი წარსულის და წამოღებული ახლა აწმყოში იგივეს ვიმეორებთ ქმედებებითაც იგივეს ვფიქრობთ იგივე ემოცია გვაქვს მომავალში და ერთ წრეზე ვტრიალებთ. ნუ ადამიანებს ხო ძირითადად უკვირთ ხოლმე უკვირთ კი არა და იძახიან ძალიან ხშირად და აღნიშნავენ რომ აი სამყარო არ არის ჩემსკენ რა ვიცი ახლა ყველასთვის კარგია და ჩემთვის ცუდია ყველასთვის ცუდია და ჩემთვისაც ცუდია არის ძირითადად ესეთი რაღაცებია რომ ეს არ არის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე ძალიან პირველ რიგში მინდა ეს ვთქვა მაგრამ ასევე არის რომ გონია ადამიანებს დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში რომ მართვის სადავები თვითონ არ უკავიათ ამ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცა ბედისწერას მიაწერენ კი არსებობს რა თქმა უნდა რაღაცები რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული და რაღაცებიც ბედისწერაზე კიდე ეს ძალიან სხვა თემა და სხვაგან წამოყავს თორე აქაც ესეც საინტერესოა და ამაზეც ბევრი მინდა ვისაუბრო თუ არ მაქვს ვიდეო ჩაწერილი აუცილებლად ჩავწერ მე ზოგადად უფრო გვიან და არა ეხლა ამჟამად ამ წიგნზე ვიმუშავებ და წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რომ ყველაფერი რაც ხდება 90%-ზე მეტი თქვენზეა დამოკიდებული და თქვენ ადამიანებს როცა გვინდა რომ გარეთ რაიმე შევცვალოთ, გარეთ არაფერი არ შეიცვლება, მანამ სანამ თქვენს შიგნით არ მოხდება ეს ცვლილებები. აი სანამ არ ჩაიხსნება ეს მიჯაჭვულობა რაღაცეებზე, სანამ მისცემთ უფლებას გარე სამყაროს რომ გმართოთ, მანამდე თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით, რა თქმა უნდა. თქვენ უნდა მართოთ თქვენი ცხოვრება და არა გარე სამყარო გმართოს ჩვენ, რომელიც ხშირად ძირითად შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე, ხო? ასე რომ გავიდეთ იმის მიღმა, ჩვენი გარემოს მიღმა, ეს ტერმინით, ზუსტად რომელიც კარგად აქვს გადმოცემული ავტორს, ამას გულისხმობდა. კიდე რაზე მინდოდა დღეს ვისაუბრა, აღარ მახსოვს. ხო, ისეთ ადამიანებზე გესაუბრეთ და კიდევ ძალიან ბევრი მაგალითების მოყვანა შეიძლება, თუმცა ეხლა მინდა რომ რაღაც გარკვეულ დროში ჩავეტიო და თანდათან უფრო დავავრცელოთ ხოლმე ამ თემებსაც. და რაც შეეხება ხა დროს და სხეულს, რომელზეც შემდგომში ვისაუბრებ, გარემო პირობებზე მაღლა დადგომა პირდაპირ კავშირშია დროსა და სხეულზე მაღლა დადგომასთან, როგორც წეგან გითხარით განგის შემთხვევაშიც იგი კი არ აქცევდა თავის სხეულს ყურადღებას, არ აინტერესებდა რამდენი დრო დასჭირდებოდა თუნდაც იმაში, რომ თავისი იდეები განეხორციელებინა, უბრალოდ აკეთებდა, იცოდა, რომ თავისი სიცოცხლე შეიძლება რისკის ქვეშ ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც აკეთებდა, მათზე მაღლა იდგა. რაც შეეხება ახლა იმას, როგორ გარდაქმნათ, მაგალითად ფიქრი, უბრალოდ როგორ გარდაიქმნება ფიქრები გამოცდილებად, ეს კი ფიქრის საშუალებით ნახეთ რა ხდება. ჩვენ რომ ვქვით აი ამ სამყაროში, ჩვენს რეალობას, ჩვენს ცხოვრებას, ეს უკვე დამტკიცებულია ნეირომეცნიერების მიერ, ხო? ტვინს აქვს იმის უნარი, რომ გაუსწროს დროს, ეს უკვე კვანტურ ველზე ვსაუბრობ, არსებული ნეირონების ისინი წვედები, რაც არის ხო ტვინში, ისინი იცვლებიან იმის შესაბამისად, ჩვენ როგორ ვფიქრობთ, ფიქრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი არის ფიქრი. და
როდესაც ეს ყველაფერი ხდება ფიქრში და განცდაში შემდეგ, ხო? ეს ნეირონული წრედებიც შესაბამისად შეიძლება მისი სხვაფარება, პროგრამება, ანუ ახლის შექმნა, როგორ მინდა განახოთ ჩემი გრაფიკის ნამუშევრები, შეიძლება კიდეც ჩანს აქ რამდენიმე ან შემდგომში განახებთ, ან შეგიძლიათ ჩემს გვერდზე გადახვიდეთ და იქ ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნამუშევარი დევს ნეიროგრაფიკული და ძალიან კარგად მუშაობს სხვათა შორის სტრესებზეც, შფოთვებზეც, კარიერაზეც, ფინანსებზეც, ურთიერთობებზეც, ძალიან ბევრი, ამას სჭირდება გარკვეული დრო და ამ პროგრამასაც აუცილებლად გავაკეთებ ახლა მომავალში და აუცილებლად გადავალთ ნეირონების ხატვაზეც. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ხატვა გეხერხებათ, არ გეხერხებათ, ამ ტერმინულაც არ დაგაბნიოთ. ამას უბრალოდ შენი იქიდან შინაგანი პროცესები ხდება, შენი ქვეცნობიერი იქიდან გადაპროგრამება, გადახალისება და საინტერესოა ძალიან ამ ნეიროგრაფიკით მუშაობაც. ხო, აი ეს არის მე მგონი, რაც მინდოდა მეთქვა, კიდე რამეზე მინდოდა მესაუბრა, ჩანიშნული, ახლა ცოტა მომზადებელი მოვედი. კიდე ის გამახსენდა, რომ აუცილებლად ავარჯიშეთ ტვინი, მენტალური ვარჯიში მნიშვნელოვანია ყოველ დღე, კვირაში 5 დღე მაინც აუცილებლად, ასევე ის გითხარით მე მგონი წინა შეხვედრაზე, რომ ტვინი ვერ არჩევს განსხვავებას რეალურსა და პოტენციურს შორის, რაც მოხდება შემდგომში და მნიშვნელოვანია ეს გონებრივი თუ ფიზიკური ჩართულობა ამ ჩვევების გამოსამუშავებლად, ახალი ჩვევების გამოსამუშავებლად და აქაც გასათვალისწინებელია 4 ძირითადი კომპონენტი, ანუ იმისათვის რომ დაიწყოს ცვლილება, ცოდნის მიღება, მნიშვნელოვანია, პრაქტიკული განხორციელება, პრაქტიკაში გამოყენება, მერე ყურადღების კონცენტრაცია ამ ყველაფერზე და გამეორება, სუბეუნება ავტორი, გამეორება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ეხლა ცოდნის, როდესაც ცოდნას ვიღებთ, რაღაცას ვწავლობთ ახალს, ვიღებთ ახალ ცოდნას. ამ დროს ჩვენ ვქრით ახალ სინაფსურ კავშირებს, რა თქმა უნდა. როდესაც პრაქტიკაში გადაყვავს ეს ყველაფერი და პრაქტიკულად ვაპრაქტიკებთ ამ რაღაცებს და ვარჯიშობ, ეს არის უკვე მენტალური კუნთის გავარჯიშებაც და არა მხოლოდ მენტალურის, არამედ ფიზიკურადაც სხეულის ჩართულობა იზრდება, ანუ სხეულის შეგრძნებებსაც ვააქტივრებთ. ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორე შეიძლება გადაიყვანო ჩვეულებრივად. ანუ ჩვენ ხო ვისაუბრეთ იმაზე, რომ სხეულმა იცის ეს ყველაფერი ემოციას მერე მოყვება, ჩვეულებრივად ფიზიკურ სხეულში შეგრძნებები და ამ შეგრძნებების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცესში და კონცენტრაცია და ყურადღების მიქცევა და გამეორება უკვე ეს ყველაფერი ერთმანეთთან გვაძლევს შედეგს ჩვევის გამომუშავებაში, ანუ ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაში. ასე რომ მე მგონი დავასრულებ, იმიტომ რომ სულ ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა და შემდგომში უკვე ვისაუბროთ დროის მიღმა გასვლა, ან სხეულის მიღმა გასვლაზე, ძალიან საინტერესოა ისიც. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვოთ, რომ გადააზიაროთ, არა გააქტიუროთ, დაალაიქოთ, თუნდაც გააზიარეთ, რატომაც არა. YouTube-ის მაყურებლებისთვის მაქვს ეს თხოვნა და ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ხა და წარმატებულ დღეს ან საღამოს გისურვებთ, როგორც არის.